ძალიან საჭირო რჩევები უნდა მოვისმინოთ ახლა ყველასთვის, რადგანაც შაცმა ყველასთვის საჭიროა. მეტნაკლებად ადამიანები, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად ამას აქცევენ ყურადღებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოვახდინოთ წონის და სხეულის ფორმების კორექცია, თეთრი ან სხვა ღიაფერი სამოსით ამის ცოდნა. თუ კი ფერები გიყვართ, მაშინ უნდა მოგვისმინოთ, რადგანაც ალბათ მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში უპირატესობა სწორედ ღია ტონალობის ტანსაცმელს ვანიჭებთ და გამხდარი გოგონებიც ხშირად თავს არიდებენ ხოლმე, მაგალითად თეთრი ჯინსის ჩაცმას. ფიქრობენ, რომ ფეხებს უფრო გამოკვეთს, ვიზუალურად უფრო მასიურები შეიძლება გამოჩნდნენ, მაგრამ სწორი მოდელისა და სტილის შერჩევით შესაძლებელია მოხდეს პირიქით. რომელ ფორმაზე შევაჩეროთ არჩევანი და ასევე სხვა ხრიკების მოსასმენად მოვიწვიეთ დიზაინერი აკანა ნიტაშვილი, სწორედ ის გვასწავლის როგორ მოვიქცეთ, იმისთვის რომ მოვირგოთ სასურველი სამოსი და ამავდროულად გამოვიყურებოდოთ შეუდარებლად, იმიტომ რომ ეს ურთიერთკავშირი თვით დაჯერებულობას გაგვისწევს. აბა ტენდენციებსაც შევეხოთ ზაფხულში რა შეიძლება მოვირგოთ, რა სიახლით შეიძლება თავი გავინებივროთ, ესეც მოვისმინოთ. აკა დილამშვიდობის. აკა და მისი თეთრი სამოსის არჩევანი გვაქვს წარმოდგენილი, ვიდრე ამ დეტალურ განხილვაზე გადავალთ. თეთრი ფერი გარდერობში და ზოგადად ადამიანის წარმოდგენა თეთრფერთან როგორია შენ წლებთან ერთად რას დააკვირდი? იცი რა, წარმოდგენა ადამიანების ალბათ თქვენც იცით, რომ ცოტა რთულად უყურებენ თეთრფერს, თუმცა, არ არის ეს რა თქმა უნდა. და სამოსი გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს, მე ვფიქრობ არაერთი თეთრი, იმიტომ რომ ზაფხულს მით უმეტეს უხდება. ზის აქტივობასთან ერთად თეთრი იწყებს მაგრამ მე პირადად სახაშიც ძალიან მიყვარს, აი ჩემ კოლექციებში ერთი პერიოდი სულ იყო თეთრი, პირიქით, აი ძალიან უპირატესობას ვანიჭებ, რაღაცნაირი ფერი, აი ყველას უხდება. აი ყველას უხდება, ხო? რაღაც გამონათება სახის ყველა, აი ძალიან თვალსაცემია ეს ფერი ჩემი აზრით რა. და ყველას უხდება შენ თქვი, თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს, იმიტომ რომ ვისაც შედარებით და უშად წონა არ მოწონს თავისი, შეიძლება ის ფიქრობდეს, რომ თეთრი მისი არ არის, რადგანაც უფრო გამოკვეთს. რა არის აქ ჭკუა, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება თეთრი გამოვიყენოთ? იცი რა არის, არ ვფიქრობ, რომ წონასთან კავშირშია, ჩვენთან არის რაღაცა სტერეოტიპი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორია. თუმცა რა თქმა უნდა გათვალისწინება, როგორც თეთრზე ესევე შავზე მე ვფიქრობ, საჭიროა ყველა ადამიანმა იცის თავისი სხეულის ნაკლი. ესე მგონია და უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ ეს ფორმები რამენაირად დავუფაროთ. და არ აქვს ფერს მნიშვნელობა ასე დროს. რა თქმა უნდა, არანაირი. შეიძლება ესე ვთქვათ, პრინცზე უფრო იყოს აქცენტი გაკეთებული, რომ ცუდად გამოჩნდეს, ანუ ყველაფერს უნდა სწორედ შერჩევა. სხვა არაფერი და ესევეა თეთრიც, ახლა თუნდაც თეთრი ჯინსი მე ვფიქრობ, რომ ყველას გარდერობში უნდა იყოს. აი თეთრმა რო არ გაგადიდოს, ალბათ ეს არის მთავარი პრობლემა. აი მადიდებს, თუ დავშოთ ზემოთ არის ადამიანი უფრო სავსე, ზემოთ ერიდება ჩათმოს და პირიქითაც. აი ეს არის თუ არა სწორი? ხო, არა, როგორ არა, ეხა ყველა ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ ამოსით, ხო? ასევე ეხა ზემოთ თუ არის პრობლემა თავისუფალი სილუეტი და დამთავრდა ეს ამბავი. თეთრი იყოს, მაგრამ თავისუფალი სილუეტი. ეხა ვისაც სად როგორ ეხა ზოგს ქვედა ნაწილი აქვს რაღაცა უფრო სავსე ესე ვთქვათ და საერთოდ არ ვფიქრობ მე რომ წონასთან კავშირშია თეთრი. პირიქით მე ვფიქრობ, რომ აი ხო, მაგრამ შეთუნა თვალში არ ხვდება, აი მეც არ მგონია, მეც მაინც განწყობის ადამიანი ვარ და მგონია, რომ ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს, მაგრამ აი რომ მივდივარ ქუჩაში, ხო, აი ადამიანი რომელსაც თეთრი აცვია, კვეთრად ანუ იძახის რა, მეხედება მისკენ და რაც უფრო ცოტა მეტი აქვს წონა, მით უფრო მეტი ჩანს და აი მე მინახავს ადამიანი ისეთი მორგებული აქვს ეს თეთრი ან ის კეცილი ჯინსი და ისე თვითდაჯერებულად ზის ამ სამოში რომ საერთოდ არ გაგიჩნდება ფიქრი რომ აი ანუ როგორ გაწვის თავს მივდივართ აქამდე როგორ გაწვის ადამიანს ნუ ეგეც არის ალბათ რა შენ თვითონ როგორ უყურებ აი ამ ყველაფერს და ადვილად იცვამ ყველანაირ სამოს მაგრამ ჩემი აზრით მაინც არის მნიშვნელოვანი სწორად გამოყენება ამ ფერის და სილუეტის რა ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ.
თუმცა საქორწილო გაბას ხო ყველა თეთრს იცავს და ირჩევს ნებისმიერ შემთხვევაში როგორი გაბარიტებისაც არ უნდა იყოს. ანუ მაინც არის შემთხვევები, როდესაც თეთრი არის შეუცვლელი და ეს ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ლაქა სწორედ საქორწილო ლაკაბა არის, ხო, რომელსაც ინტენსიურია ეს თეთრი და არის მოცულობითი, ძირითადად ყოველ შემთხვევაში. აი როგორ ვითამაშოთ თეთრით გარტემაში სამოსში? იცი რა, თეთრიც აი ნახეთ ახლა ბევრი არაფერი მაქვს მეც წამოღებული, მაგრამ სპეციალურად წამოვიღე ისე რომ ფაქტურები არის იმდენად სხვადასხვა. თუნდაც ანუ პრიალაქს ხო, ქსოვილი. ზედაპირები ხო ქსოვილი? კი, ყველა არის, ხა აქ სხვადასხვა. აი თეთრია ყველა, მაგრამ ყველა არის სხვადასხვა. მოდი აი ნახოთ. ეხლა აი ფაქტურების სამაში შეგვილია ძალიან ადვილად. აი ჩავთვალოთ რომ ვიღაცა არის წელზემოთ ისეთი დიდი მკერდი და ასე შემდეგ, ხო? აი რომელ ფორმას შეურჩევდი მას რომ არ იყოს აი ეს ახლა ესე არ ჩანს, ეს ზედა. ხო. ჩაცმული ძალიან კარგად ფარავს, ეს არის ცოტა ზევით და რაღაცა იმას იკეთებს, ნაკეთს. ომარასავით ეკიდება. ხო, აქ საერთოდ არ ჩანს სილუეტი, ხა ეს აი ეს არის ჭკვიანური ფორმა, ხო? კი, მაგრამ აი ყელიც ნახე არის თან დაკიდებულია ყელი. ქვემოდანაც ეს რეზინა აფიქსირებს და რაღაცნაირად ისე შვება მუცლის შემთხვევაში, მკერდის არ ჩანს. ეს არის ჩვენი უნივერსალური მოდელი, რომელიც აი ძალიან კარგად ფარავს ყველაფერს. ესე იგი, მათთვისაც წელზემოთ უნდა რაღაცები დამალოს, აი ესეთი დაბოლოებით ძალიან ჭკვიანური. ხო, წელზე ცოტა მოჭერით, რომ გაიკეთოს ფორმა. რაღაცა ესე დრაპირებას აკეთებს და საერთოდ არ ჩანს აქ სილუეტი. საერთოდ არ ჩანს, ამაგად გაცვიეთ თეთრი სახის ანათებს და ეს კარნის გამოკვეთას აკეთებს. აი, ესეთი. თუნდაც აი მაისურებით ახლა ჩვენ ოვერსაიზ ვაკეთებთ, რომ ხო, ეხლა მე მგონი ეს ამოწყუპული მაისურები აღარც არის. აღარ არის კი ნამდვილად და ანუ ახლა აქ ისე ჩაიცმო ჯინსზე, რომ საერთოდ პრობლემა არ გექნება ნამდვილად. ეს არის ოდნავ მოტეხილი თეთრი, ხო? კი. მე ძალიან მიყვარს ფერები, მაგრამ თვითონ ის ხო თან აქცენტ ის ძალიან ლამაზი გამომიტოვეთ, წითლიანი რა არის წილი? რა არის წითლიანი? საზამთრო რატო გამომიტოვეთ და რა ლამაზია, ნახე. ესეც ნუ არ არის თლა თეთრი, მაგრამ და თან რაღაცა რო არის პრინტი ასე თქვა და ნამუშევარი, აქცენტი, ანუ გინდა არ გინდა ხო გადაგდის ყურადღება იმაზეა რა, ანუ კონცენტრირებას ახდენს და შეიძლება ეს კიდევ უფრო გვეხმარება რომ ეს მასშტაბში ვითამაშო, პროპორციაში უბრალოდ. აი ახლა ეს კაბაც, ნახე როგორი სილუეტია გვერდებში აქ. აი ახლა მითხარი როგორი სხეულის ადამიანმა უნდა ჩაიცეს ეს იდეაში ძალიან პატარა ზომა. ზომა პატარა, მაგრამ აი ფორმის თვალსაზრისით. თუნდაც ესეთი ხა ცოტა ესეთ წონიანმა ადამიანმა რო ჩაიცოს, აქ საერთოდ აი ეს აპრუჭნულები ხა თეძოზე ჯდება? თეძოზე ჯდება, კი. ხო, და სილუეტი ისეთი დაფატული, როგორ ვთქვა, ვიცი, გამოდის, რომ აი საერთოდ არ იკითხება ამაში სხეულის ფორმა ინტერესებს ჩამეცვა და მენახა როგორ ჯდება ეს სხეულზე. რამდენად ვარდნებს აკეთებს და დავალოს ყველანაირი. აი ნახე თუ ხელი ადამიანი ხარ, აი როგორსაც უყურებთ ალბათ ესევე ჯდება და თუ ცოტა მოსული ისე ჯდება ტანზე რომ ვერ ხვდები ტანია თუ შესაბამისი უნდა იყოს დიწონიანი ქალბატონისთვის და უფრო თავისუფალი რა. აკა შენ რო ქმნი კოსტუმებს ფიქრობ რომ აი ყველანაირი სხეულის წონის თუ რაღაცა პრიორიტეტების ადამიანმა თავისებურად მოიგოს, ხო? კი, რა თქმა უნდა, სულ ვაკეთებ ამაზე აქცენტს. ანუ უფრო ესეთი იყოს ადვილი მოსარგები ყველანაირი ტიპის ადამიანისთვის. თუმცა კოლექციები, ну, რა თქმა უნდა, იკერება ახლა გამხდარ ადამიანებზე, მაგრამ ჩვენ აი მაშინაც კი ვცდილობთ, რომ ეს იყოს ანუ ზომებში და გათვლილი ყველანაირ ადამიანზე. აი როგორც მე მგონი რომ პატარა შავი კაბა უნდა ქონდეს ყველა ქალს ზუსტად თეთრი კაბა. აი ზუსტად ესეა თეთრი მაისური, პერანგი, ჯინსი, რაც აი საბაზისო არის გარდერობის შესაქმნელად. ну ყველას უნდა ქონდეს. ეხლა ეს ჩავიარო და ჯინსი არ დამავიწყდეს მე რომ ვიკითხო ჯინსი. ესეც დაახლოებით ის ხასიათია ხო გვერდების? კი, კი. აი ესეთი აი ესეც იგივეა აქ არ ჩანს ახლა. აი ეს არის ძალიან უცნაური ფორმის და გითხარი ხა ეს როგორ ჯდება? ხო ვერ მივხვდი საიდან ძრებოდა. ჩვეულებრივად აი ესე იცმევ და ეს იკეცება აი ესე დგება. აი აქ გვერდი აკეთებს მოკუჭვას ხო? და აი აქაც სილუეტი პრაქტიკულად არ ჩანს. და ხედავ დიზაინერები რას არიგონებენ რომ თუნდაც დისკომფორტი გონიათ რომ გაქვთ რომ უფრო კომფორტულად იქნას. ჩვეულებრივად საერთოდ არ ჩანს ამაში. აი ხა გრჩება ქვედაბოლო რომელიც არ განგვიხილავს და იქვე მივაყოლოთ თეთრი წელს ქვემოთ. ხო. ну წელს ქვემოთ ახლა უფრო ეს ახლა ვიწრო და ესეთია. ამ შემთხვევაში ეს თვლები ცოტა კიდე უფრო ალბათ მოცულობაში ხო ეს ახლა ცოტა მაინც ისეთია პრინტი რომ მაინც ასურველია რომ ცოტა ხელმა ადამიანს ცოტა პრეტენზიული კი ხო კი
მაგრამ ნუ შეიძლება ხა ამ ქსოვილითაც ესეთი რაღაც გაკეთება რომ ცხოვრება დაიფაროს რა ყველაფერი. კი, მართალი ხარ. აი აკა, თეთრი ქვედა ტანი, ეს იქნება შარვალი, ეს იქნება ქვედა ბოლო. რა სიგრძის უნდა იყოს, რა იქნება უფრო ჭკვიანური, რომ აი ეს უფრო დააგრძელოს, უფრო დაათხელოს სილუეტი. სიცხელე მაინც ყველას ძალიან ინდივიდუალური. ხო, სიცხელე მაინც ყველას უნდა ეს რაღაცნაირად გამჯდარია ჩვენ ყველა ადამიანში სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავი გუყვართ ეს ყველანაირი. აბა რა, თითქოს არ ვაძლევთ ჩვენ თავს ინდივიდუალურობის უფლებას. ეს ძალიან, ანუ ეს შეგრძნება რო არის, უკვე ყველაფერი კარგად გამოიყურება შენ თავზე, რა თქმა უნდა, სტილი შეგრძნება უნდა გქონდეს და იმ ფორმების აღქმა, რაც დასაფარია და ესე შემდეგ. კი, მაგრამ სარკესტრო დგას, ხო იცი ორი ფურსა ეს მახტუნებს, ეს მასუქებს და მაინც ყველა ასე საზღვრავს იმ კონკრეტულ სამოსის გამო. და აი და სიგრძეც ესეა, მე ვფიქრობ რა, ეხლა ძალიან რთული სათქმელია ეს, იმიტომ რომ თუნდაც ფეხის ფორმა, რასაც საშუალებას გვაძლევს, იქ კოჭი, ყველაფერს ხო აქვს მნიშვნელობა და ინდივიდუალურად ალბათ ყველა უნდა ვატაროთ ექსპერიმენტები და ჩვენც და მივხვდეთ რა სიგრძის ქვედა ბოლო გვიხდება. თუმცა ძალიან იატაკამდე შარვალი აგრძელებს, ხო? მით უმეტეს თეთრ როცა იცო, რაღაცად უფრო ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ეს მაგრამ განიეგედროს რა როლს თამაშობს? ტოტისიგანე? ფაქტობრივად ეგეც ათხელებს. ათხელებს ტოტი? კი, ათხელებს. მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან კარგად მაშვება რა რაღაცა. ხო, ერთია როცა აი მოყვება. შარვალი მაგ ძალიან არ მიჩვენებია. ხო, იცი რომ მოგეწონებ. ჩემ გარდა რომ სარჩი ლიცნობს ეს არის მისთვის უცხოა უცხოსია აი რომ სანამ ნახავდი მითხარ დიდი მადლობა და ჯინსთან მოვიდეთ ჯინსი მაინც პრეტენზიულია და თან ჯინსთან ესეთ დამოკიდებულება ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი საიდან მოდის ეს რომ ყოველდღიური თეთრი არა რაღაცა ისეთ ცუდი არ ლიყებს გაწევები რომ ვითომ სეზონის შეგრძნება არა გაქვს და ასე შემდეგ რომ აი ზამთარში თეთრი რაც შესაძლებელია და გიჟდები თეთრზე აი გიჟდები ცუდამეთში თეთრზე აი პირიქით მინდება რომ აი რაღაცა ხო გავებრძოლო მე მგონი ეგეც აღარ არის ეგრე ვფიქრობ რომ აი რაღაც სეზონ შეუსაბამობაში ეს სტერეოტიპიც დაიმსხვრა ანუ ძალიან ბევრი მინახავს თეთრი ჯინსით ზამთარში წვიმიან ამინჩიც აი ხა გიხატავთ სურათს, მე თვითონ ზაფხულია. აი დგას 200 ადამიანი. პირველი რა ფერიში ჩაცმული ადამიანისგან გაგეცევა თვალი? ალბათ ღია. ღია, ხო? ვარიანტი ღია. ყველა ვარიანტი ღია და თეთრი არის ერთ-ერთი ნუ ყველაზე მკვეთრი ახსაქმელა და თეთრია და შესაბამისად. თეთრი და შავი არის ესეთი ფერი, მე ვფიქრობ, რომ აი ნუ ყველა ადამიანს ბევრი ნივთი უნდა ქონდეს. კი, აი შავი კიდე სხვა რაღაცას გმატებს, აი სხვა თავდაჯერებულობას იძლევა თითქოს შავი. ვიღაცისთვის გამოსავალიცაა. ძალიან. ხო, და ვიღაცისთვის არის, რომ აი პირიქით მე რომელიც ძალიან მიყვარს შავი და რატომღაც იშვიათად მაცვია ხოლმე. ხო, ყოველთვის რაღაცა ის სხვა შეფასებებს ვღებულობ ხოლმე. თუნდაც მეგობრების გარო. აი როგორ შავი სამოსი არის შენთვის იშვიათობა. ხო, ექსკლუზივი არის. აი, მე ვიხსენებ და არ მახსენდები ხშირად შავში. ხო, აი ამ დროს ძალიან მიყვარს. მომწონს ჩემ თავზეც, მაგრამ ნუ მაინც ტიკამ სწორად აღნიშნა. ტელევიზიაში ვცდილობთ რომ არა, იმიტომ და გარეთ როცა ვიცვამ, ხო აი სულ სხვა შეფასება, რომ სად იყავი აქ თურმე როგორ გიხდება, რაღაცა თანის არ მინდა გითხრა შავი როგორ, მაგრამ რაღაცა სხვა სიდარბა ისლე მოყვება კიდია შავს. თეთრსაც აქვს, იგი თეთრიც აქვს. კი, აი ხა სხვა ფერები უფრო ისეთია რა, შეიძლება ყველაფერზე ვილაპარაკო. შავი და თეთრი არის, რომ აი კლასიკაა. კლასიკა მაინც ყველაფერი მომწონს. ეს ჯინსზე დავიწყე 5 ჯერ და ვერ მივედი. მიდით ინდა. ჯინსი როგორი ჯობია თეთრი შემთხვევაში იყოს, მაღალწელიანი. აი უფრო დავუშვათ თეძოსთან ახლოს შემდეგ გაშლილი თუ აი როგორი იქნება უფრო ეფექტური და მორგებული ადამიანს და ეხლა რა არის მოდაში ეგეც არ ვიცი ტენდენციებია ჯინსი ხო იცი როგორი ჯინსი ახლა მოდაში ეხლა უფრო ეს მე მგონი ცოტა ნაკლებად წამოვიდა ოვერსაიზები უფრო გავიდა ხო ნელ-ნელა მოდიდა ვერ ვიტყვი რომ გავიდა თუმცა უფრო აი მაინც მაღალწელიანია ისევ მიყვარს მეც ეხლა ძალიან კაია დაბალწელიანი ვეღარ წარმომიდგენია საერთოდ იყო დრო რომ ყველას ქონდა ხო და კაი სხეული შეცვალა თაობის სხეული შეცვალა დაბალწელიანმა ჯინსმა ფორმების შეცვალა თაობაში რომ როგორ მაშინ იყო რომ აი ვერ წარმომედგინა მაღალწელიანი და ეხლა არის პირიქით და
ნუ მაინც ტენდენციებზე არის რა. ეხა უფრო შლაქსებით წამოვიდა. ქვემოთ გაშლილი, მეც მიყვარს ძალიან. კიდე რა არის ხა მოდური, ხა თეთრსა თავი დავანებოთ, აქ ყავხარ და როგორ არ გავიგოთ, ზაფხულში როგორ ვიჭყვიალოთ. იცი რა არის, ამ ბოლო დროს აი სულ ერთ და იგივეს ვამბობ, რომ აღარ არის ეს თემა ძალიან აქტუალური, რომ რა არის მოდური. რაღაცნაირად ისე შეიცვალა ტენდენციები, რომ აი ყველაფერია. რაც მინდა ის არის მოდური. არის ოვერსაიზიც, არის ახლოს ტანს, აი ყველაფერია მოდაში რა. აი ფერი მაინც, აი შენ რო აკეთებ კოლექციას, რას ფიქრობ, რომ ეხა იცი რა, მე არ ვფიქრობ კარნახობს მოდას რაღაცა. ნუ რაღაცნაირად ეს თავისთავად ხდება. ალბათ გარემო გავლენებიც ხომ მოქმედებს ამ ყველაფერზე, მაგრამ არ ვარ ესე ფოკუსირებული, რომ მაინც და მაინც ახლა ეს არის ტენდენციური ფერი და ხო, უფრო ეს ყველაფერი წყდება ქსოვილების მაღაზიაში. მომეწონა ქსოვილი და დამთავრდა იქ აღარ არის. ის წვეთს უკვე მე რა იქნება? ხო, რაღაცნაირად აი ხშირად არის, რომ არ ვნახულობ ტენდენციებს, ისევ ვაკეთებ. მინდა რომ აი რაღაცნაირად ჩემი სიგრძნობოდეს და ამაში თან მეხმარება გარე გავლენებს, ანუ არ მივაქციო ყურადღება, ესე ვთქვათ რა და ხშირად არის რომ ემთხოვა და ეს რაღაცნაირად აი რომ ეძახენ რომ ბრუნავს ეს მოდა ეთყობა ესეც აი რაღაც ქვეცნობიერად ნელ-ნელა აი მისკენ მიდიხარ რაც არის ტენდენციური რა გინდა არ გინდა ეთილი ხო აი ხლა მითხარით შლაქსი შენ გიყვარს აი შლაქსი არის ძალიან რთული მოსარგები აი მე აი ვიზუალურად ვერ ვიღებ ჩემზე არა რასაკვირველი აი ვერ ვიღებ, მგონია რომ სადაც უნდა ჩანდეს ფეხის დაბოლოება, იქ პირიქით მაბნევს და მაფრთხობს. ანუ აი რაღაცას მიკეთებს, ვერ ჩემს ესთეტიკაში თვალში ვერ ვსვავ რა. ხო, ცოტა რთული არის მოსახდენადაც. მე მგონია პირიქით ცხელს უფრო არ ალამაზე. ალამაზებს, მაგრამ რაღაცა რაღაცა მონაცემები მაინც უნდა გქონდეს, რომ თავს მიცე უფლება ვფიქრობ, რომ შლაქსი ჩაიცვა. მუხლის მიმართულება როგორ შედის, ფეხი როგორ გრძელდება, რა მოყვება გვერდიდან, აფეხან შიგნიდან როგორი. ამაღლებს ფეხებს, მაგას ვამბობ. ნამდვილად ამაღლებს. საშენო ყოფილა ჩემოთი. კაცები და თეთრი ფერი. მოდი ეს ნაწილი განვიხილოთ, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი მაინც არ აძლევს თავისუფლებას თეთრი ჩაითვალოს, რატო არ ვიცი. იცი რა, მამაკაცები მე მგონი უფრო ადვილად, ნუ პერანგებს თუ გავყვებით და მაისურებს, ძალიან ადვილად. პერანგი მაინც მე ქვემოთ ფიქრობდი, შლაქსი გამოვაყოლე. ჩვენთან ხო? მე პრობლემა. საზღვარგარეთ აი ხო თქვენ ცხოიც როგორ აცვიათ თეთრი ფერი. იტალიაში სადაც აბა, იქ ცოტა რუჯი რო გამოდის კოჭიდან, ხელიდან. ძალიან მომწონს კი. მეც მომწონს კი და ნუ ხვედა შარლები და ეს ცოტა უჭირთ საქართველოში თეთრი რომ მოერგონ, თუმცა ზაფხულში ამ ბოლო დროს ზაფხულში გეძახის მგონი. აი საზღვარგარეთ არც ამაზე არ აქვს დიდი აქცენტი ზამთარია თუ მამაკაცებს გულისხმობ, მაინც აცვიათ თეთრი შარლები ძალიან აქტუალურია. მაგრამ მგონია რომ რუჯთან ერთად ზაფხულში მაინც სხვანაირად იძახის კიდე რომ აქ ვარ მიშველეთო. ხო, აი რუჯთან ერთად ძალიან ლამაზია მართლა თეთრი. რაღაცა სხვანაირად ჩანს თვითონ სამოსიც. ესე იგი, ყველა გეშინიათ თეთრის, თუ კი გეშინიათ, იმიტომ რომ ნებისმიერი ფორმის და სხეულის მდგომარეობის ადამიანმა შეიძლება მოიხდინოს, იმიტომ რომ თეთრი პირველ რიგში სხვა ადამიანზე ტოვებს რაღაცა სინატიფის და სისუფთავის შეგრძნებებს და რო გაცვია ასე რაღაცას ანათებ და მგონია რომ გადამდებია სხვისთვისაც კანით ანათებს ასეთ შემთხვევაში რაღაცა სხივი მოაქვს სახეზე თუ კი ყურადღება გინდათ რომ მიიქციო და თუ გაქვთ ესეთი ხასიათი მაშინ თეთრი არის ძალიან სწორი არჩევანი ასეთ რომ ზაფხულში ხო თეთრი არის ძალიან ეფექტური და არაფერი შეგილია არ იფიქრო და არის ზრუნო ჩაიცი რამე თეთრი კანკარა კაბა და მორჩა ყველაფერი უკვე ითლაშუნე კარგად იყურება მადლობა აკა ჩვენ მადლობა აკა ძალიან დიდი